გამარჯობა. ამ ჩანაწერში გაგაცნობთ გვანცას, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება საზღვარგარეთ ქორწილების დაგეგმვის, როგორც პირადი, ისე საქმიანი. და მადლობა პირველ რიგში, რომ დამთანხმდი და შემოუერთდი ამ სარვამარტო კამპანიას Bride to Bride და მზადხარ, რომ ეს მთელი შენი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარო პატაზლებს, რომლებიც ეხლა გადიან ამ გზას და სურთ, რომ ქორწილი დაგეგმონ საზღვარგარეთ. მე ვარ მაკა, დრომორის დამფუძნებელი, რომელიც არის საქართველოში პირველი behind the scene content creator-ის სერვისი ღონისძიებებისთვის და ივენთებისთვის. და ამ დრომორი cast-ის ეპიზოდში გაგაცნობთ პატარძლებს და იმ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, რომ ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად გააზიარონ და გვანცა გაგვაცანი შენი თავი. გამარჯობა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ მომეც საშუალება, რომ თქვენ შენ მაყურებელს და ჩვენ მაყურებელს ვუთხრათ ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცები, რაც მან დაეხმარებათ საბოლოო ჯამში იმაში, რომ გაამარტივონ ეს პროცესი სრულად თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ საკმაოდ სტრესულია და მე თანხმები შესაბამისად თუ რაიმე სასარგებლო ვიქნებით მათთვის, მით უკეთესი. მე ვარ გვანცა, Voyager 365-ის დამფუძნებელი და დაახლოებით 2 წელია დავიწყეთ უკვე Destination Wedding-ის მიმართულება ესე აქტიურად და მოკლედ არაერთი ქორწილია ჩვენ სახელზე, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტი არის. ძალიან კარგია ნამდვილად და მეც ვამჩნევ, რომ ბოლო პერიოდში უფრო წამოიწია წინ ეს საკითხი, რომ აი საქართველოში ქორწილს ყველას რაღაცნაირად ბევრს უნდა რომ საზღვარგარეთ წავიდეს და რა არის ამის მიზეზი? იცი რა, ძირითადი მიზეზი ალბათ ის არის, რომ ამ წელს უფრო მეტად პოპულარულია, ესე ვიტყოდი, ვიდრე ვთქვათ 1 წლის წინ იყო, აი იმატებს ეს პოპულარობა და რაღაცა პიკზე არის, ეხლა ამ ეტაპზე ასული და თან დავიწყეთ ადრე დაგეგმო უკვე ამ ქორწილების, თუ იქამდე იყო რომ რაღაცა თადარიგს არ იჭერდნენ, ეხლა უკვე 1 წლით ადრე გეგმება მიმდინარე სეზონის ქორწილები და მე ვფიქრობ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ უფრო მეტად თანამედროვე წყვილები ეძებენ გამოცდილებას, ესე ვთქვათ, და რაღაცა მაღალ ემოციებს სკალაზე, ესე ვიტყოდი, ვიდრე პირობითად რაღაცა სამასკაციან სუფრას, რომელიც ერთი დღის განმავლობაში იწყება და შემდეგ დამთავრდება რაღაცა გაურკვევლად. ხშირ შემთხვევაში გაურკვევლად. ამიტომ Destination Wedding-ი თავის ზუსტად ამას აერთიანებს, რომ ანუ ბევრად უფრო ინტიმური არის, გარემო განსხვავებული არის, სტუმრების რაოდენობა მცირე არის, რაც საბოლოო ჯამში ხარისხზე აისახება, ხო, მათთან ურთიერთობის და ზოგადად კომუნიკაციის წყვილის და სტუმრებთან, რაც უფრო მეტად ინტიმურ გარემოს ქმნის და მეტად უფრო ემოციურია, როგორც წყვილისთვის, ასევე სტუმრებისთვის. შესაბამისად, თანამედროვე წყვილები მე მგონია რომ ამ ყველაფერს უკვე როგორც გამოცდილებას, სამოგზაურო გამოცდილებასთან ერთად უყურებენ აი ამ წვეულებას და არა რაღაც როგორც ერთდღიან შესაძლებლობას ესე ვიტყოდი. და ხო ამ Destination Wedding-ის შემთხვევაში რაღაც იწყება წინა დღით, შეკრებით, welcome-ით, მერე შემდეგი დღე და მერე კიდე after party, რომელიც ნუ მინიმუმ 3 დღე მაინც გრძელდება ხოლმე. ხო, ეს ხო, მინიმუმ 3 დღიანი არის, 2 დღიანი, 3 დღიანი მინიმუმ 3 ღამეს მაინც იღებენ ხოლმე სტუმრები და წყვილი ამ შემთხვევაში, ლოკაციას გააჩნია. და ვენიუს აქვს, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა, სატარდება ღონისძიება, სატარდება სტუმრების განთავსება და ასე შემდეგ, მაგრამ სტუმრებისთვისაც რაღაცა ემოციური არის ხოლმე, რომ მოგზაურობას გეგმავენ, შემდეგ ეს მოგზაურობა მათთვისაც გრძელდება, ეს 3 დღე არის რაღაცა ერთიანი თავშეყრის ადგილი და ემოციებს ცვლიან ერთმანეთთან და მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო დასამახსოვრებელია, ვიდრე ვთქვათ, რაღაცა ერთი დღე დავჯავშნოთ რესტორანი, პირობითად რაც არ უნდა მაღალი კატეგორიის იყოს და შემდეგ რაღაც 6 საათში დავასრულოთ ეს ღონისძიება თუ წვეულება. და რაღაც ბოლო დროს ვამჩნევ, რომ საბერძნეთი და იტალია არის ყველაზე ესეთი მოთხოვნადი და რატო ხდება ეგ გორი ქვეყანა, რატო არის რაღაც ტოპ ინტერესებში? ხო, ანუ პიკში არის საბერძნეთი, იტალია, აი საფრანგეთიც მოწინავე პოზიციებზეა ამ შემთხვევაში. იცი რა, ზოგი იძახის, რომ ლოჯისტიკა არის მარტივი ამ ქვეყნებში, მაგრამ ლოჯისტიკა არ არის მარტივი ამ ქვეყნებში. რეალურად მე ვფიქრობ, რომ მთავარი მიზეზი, რატომაც ეს ქვეყნები გახდა პოპულარული, გარდა იმისა, რომ ესთეტიურად ხა ძალიან ლამაზია და მოგწონს ყველას იქ არსებული ვენიუები და შთამბეჭდავია და კადრები საოცარი გამოდის და ასე შემდეგ. მე ვიტყოდი იმას, რომ ფრენების ღირებულება და ხანგრძლივობა არის ძალიან მისაღები მოკლე სტუმრები. ანუ ეს არის მე ვფიქრობ გადამწყვეტი ფაქტორი ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან. ვიზო რეჟიმი არის ძალიან მარტივი, რომ შეიძინო დაბალია ამ ბილეთების ღირებულება, ფრენა მოკლე არის. ძალიან ბევრ სტუმარს პირობთ არ შეუძლია რომ 10 საათი იფრინოს. ხო, შესაბამისად, ანუ ფრენა მოკლეა.
მარტივია სტუმრებისთვის და წყვილისთვისაც ასევე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ძირითად ხარჯებს, როცა ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძირითად შემთხვევაში ესე ხდება, რომ ფრენის ხარჯებს სტუმრები იღებენ ხოლმე და შემდეგ თქვათ მომდენო 3 დღის ხარჯს იღებს წყვილი საკუთარ თავზე, ამიტომ ყველასთვის მარტივია ფინანსური თვალსაზრისით მარტივია მოკლედ ეს ყველაფერი, ამიტომ მე მგონია რომ ეს ძირითადი მიზეზია გარდა ვიზუალური ეფექტისა, რაც აქვს ლოგიკურია ამ მიმართულებას. რაღაც ფოტოებში იქნებოდა ქორწილი, ხა მე რომ მკითხოდა რომელიმე ტროპიკულ ქვეყანაში, მაგრამ ბილეთის ღირებულება ხა მინიმუმ 1200 ევრო დაიწყება, 1000 ევროდან შესაბამისად ძალიან გააძვირებს საბოლოო ჯამში ამ ბიუჯეტს. ხო, სულ სტუმრების რაოდენობას და ასე შემდეგ. სულ 10 ადამიანი დაპატიჟო, მე მაინც ძალიან კოლოსალურ თანხებზე ადიხარ და ხო, საქართველოს შემთხვევაში, მაგრამ მარტო საქართველოდანაც არ არის იტალია პოპულარული, ანუ მთელი მსოფლიოდან მინახავს იტალიაში ჩასული ხალხი, აი ზუსტად მაგ იტალიური რაღაც ვაიბის გამო. ან ვაიბი საოცარი აქ იტალიას და მე მაგალითად იტალია მირჩევნია ვიდრე საბრეზნეთი, თუმცა ეს წყვილის გემოვნებაზე აბსოლუტურად დამოკიდებული, როგორი ქორწილი გინდა რომ გადაიხადო, როგორი თემატიკა გინდა რომ გქონდეს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავდება ეს ორი ლოკაცია ჩემთვის ერთმანეთისგან და ასევე წყვილებისთვისაც, იმიტომ რომ სხვადასხვა მახასიათებლები აქვს აბსოლუტურად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. საქართველოშიც არის ეს მაინც რომ რაღაც შატოებს და მეღვინეობებსაც ეძებენ, რომ იტალიური განწყობა გადმოიტანონ აქეთ და ესაც საინტერესო პრაქტიკა არის. კი, ჩვენს გვაქვს, ახლა ვერ დავიცნობთ, გვაქვს რამდენიმე ვენიუ საქართველოში, რომელიც ძალიან ლამაზია, ესთეტიურია, უბრალოდ ეს სამოგზაურო გამოცდილება კიდე სხვა თავის ხელს და ამიტომ ახლა განსხვავებულია მაინც destination wedding-ები არსებული ქორწილებისგან, რომელიც საქართველოში შეიძლება რომ გააკეთო. და იმ ფოტოსესიებისთვისაც ეს საერთოდ სხვანაირი გარემო როა, ეს რაღაც ზღვა, ეს შატოები, მთები, რაღაც, ანუ ჩვენც არ გვაკლია ბუნება, მაგრამ აი საერთოდ სხვა არის მართლა, აი ყველა ეგეთი ქორწილის ფოტოები და ვიდეოები საერთოდ სხვანაირ ემოციას და საოცარი სანსეტია, პირობითად მზის ჩასვლა არის საოცარი, მაგალითად საბრეზნეთში და დრონის კადრები და ეს რაღაცა 4 საათის მერე კადრები გამოდის საოცარი. ასევე თუ იტალიური ქორწილი გვინდა პირობითად რომ განვიხილოთ, ამ შემთხვევაში ტოსკანა და კომოს ტბა აბსოლუტურად სხვა ხასიათს ატარებს და მე მგონია რომ ვერ შევადარებთ მოკლედ და მაგრამ თავიდან ბოლომდე წყვილის გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა ეს ორი ლოკაცია მაინც პოპულარობით სარგებლობს. ბევრი რაღაციდან გამომდინარე. შენ როგორც იცი იტალიაში გქონდა ქორწილი? მე იტალია ვარჩიე საბერძნეთს. ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ იტალია ძალიან გვინდოდა და თავიდანვე შეთანხმებული ვიყავით და მოკლედ ეჭვგარეშე იყო ეს ამბავი, რომ იტალია იქნებოდა აუცილებლად, თუმცა ლოჯისტიკა ვიტყოდი, რომ ბევრად რთული არის იტალიაში, ამ შემთხვევაში ვიდრე ვთქვათ საბერძნეთში. საბერძნეთში ბევრად მარტივი არის რაღაცეების გაკეთება, იტალიაში ბევრად რთული არის იტალიელებთან კომუნიკაცია. ენობრივი ბარიერი ბევრად მაღალია იტალიელების შემთხვევაში, ვიდრე ვთქვათ საბერძნეთის შემთხვევაში იქნება ეს და ასევე ძალიან რთული არის ტრანსპორტირების საკითხი იტალიაში, გააჩნია რომელ რეგიონში აკეთებ, ნუ ეს არის აქილევსის ქუსლი მოკლედ იტალიური ქორწილის ტრანსპორტირება და ლოჯისტიკის დაალგება. ანუ როცა ვხედავთ რაღაც საოცარ იტალიურ ქორწილის ფოტოებს და ვიდეოებს, ავტომატურად მოვიაზროთ, რომ ამის უკან უდიდესი შრომა იდგა, ვისი ქორწილიც არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ეს რაც არ უნდა მოგეწონათ, ხა სურათზე რო უყურებ შატო, შეიძლება ძალიან ლამაზია და ძალიან ესთეტიურად გამოიყურება და რეალურად გამოიყურება ეს ყველაფერი ესთეტიურად, თუმცა ძალიან რთულია რომ ლოჯისტიკურად დაალაგო. ახლომდებარე პირობითად სტუმრებს თუ ეპატიჟები და ყავთ 50 სტუმარი, აი მაგალითად რო ავიღოთ, აუცილებელია რომ მონახოთ გვერდზე მდებარე სასტუმრო, რომელიც დააკმაყოფილებს კონკრეტულ კრიტერიუმებს, ასევე გჭირდებათ რომ მონახოთ ტრანსპორტი. ამ რეგიონებში, სადაც პირობითად ეს შატოები არის განთავსებული და რაც ძალიან ლამაზია და არის მე-18 საუკუნის, მე-17 საუკუნის და როგორც ვენიუები ისე ქირავდება, ანუ იმ რეგიონებში ტაქსის გამოძახების სერვისი ფაქტობრივად არ არსებობს. იქ ადამიანები ჯერ კიდევ ერთმანეთს ურეკავენ აი ესე ტელეფონით, არსებობს 5 მძღოლი, რომელიც აი ამ რეგიონში დასაქმებულია და შეიძლება კონდეს ფიესტა და საერთოდ ეცალო შენთვის პირობითად რომ შენი სტუმრებისთვის მოიცალოს და ელემენტარული მატარებლის სადგურიდან შენს ვენიუმდე მოიყვანოს ის კონკრეტული სტუმარი, ამიტომ აი მსგავსი ტიპის გამოწვევების წინაშე შეიძლება ძალიან მარტივად დადგეს ნებისმიერი წყვილი, რომელსაც აკაზრებული არ აქვს, რომ ეს პრობლემები შეიძლება მოყვეს იტალიურ ქორწილსთან. მე არ მიფიქრია მაგაზე, რომ ეგ პრობლემა შეიძლება იყოს, რატომღაც საერთოდ წარმოდგენაშიც არ მქონია.
ხო, იმიტომ რომ შეიძლება სტუმარი ჩამოვიდეს, ან თქვა რაღაცა გადამული ფრენა და შემდეგ, იმიტომ პირდაპირ ფრენა ეხა მანდ არ არის, შესაბამისად კომბინირებული არის ხოლმე ფრენა და შემდეგ შიდა გადაადგილება უნდა აიღოთ ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ რეგიონი არის და ტოსკანის რეგიონი დიდია და სხვა ნაირად ხდება მოკლედ გადაადგილება, ეს ფლიქსბაქსი იქნება თუ თქვა ტრეინი არა აქვს ამას გადაწყვეტი მნიშვნელობა და შეიძლება ჩამოვიდეს თქვენი სტუმარი და ვერანაირი ტრანსპორტი ვერ მონახოს, რომ აი კონკრეტულ სასტუმროში მივიდეს, ან თქვენ ვენიუმდე რამენაირად მოაღწიოს. ამიტომ მსგავსი რაღაცები და ასევე თქვა თუ ვენიუში იხდით ქორწილს პირობითად რაღაცა კონკრეტული შატო გაქვთ აღებული, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სტუმრების შემდეგ უკან დამიტანება საკუთარ სასტუმროში, იმიტომ რომ დილის 6 საათზე თქვენ უბერს ვერ გამოიძახებთ ფიზიკურად იქ. შესაბამისად ეს საკითხები წინასწარ უნდა იყოს ლოგიკური რაღაც ნაფიქრი და გადაწყვეტილი, რომ შემდეგ წყვილი არ აღმოჩნდეს რაღაცა ფორს-მაჟორულ სიტუაციაში, რომ არ იცის 50 სტუმარი დილის 6 საათზე როგორ დააბინავოს უკან საკუთარ სასტუმროში. დარჩება ყველა შუადღის 2-მდე და სამი დღე. ხო, ან საბერძნეთი ბევრად მარტივი არის მაგარი ქვეყნის შედარებაზე რომ ვილაპარაკოთ და ისე სხვა მხრივ კიდე სხვა პრობლემები შეიძლება იყოს სხვა ქვეყნებში საერთოდ. ხო, ყველა ქვეყანას თავისი პრობლემა მოსდევს თან ლოგიკურია, თუმცა ამ პრობლემების თუ გაქვს გამოცდილება, ესე ვიტყოდი, ამ პრობლემების გადაჭრა ძალიან მარტივი, იმიტომ რომ წინასწარ უკვე მომზადებული ხარ ამ შემთხვევაში რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგე, როცა ორგანიზებ destination weddings რომელიმე ლოკაციაზე, ეს იტალია იქნება თუ საბერძნეთი. საბერძნეთის შემთხვევაშიც არის კონკრეტული გამოწვევები, თუმცა ვიძახი, აი იტალიაში ბევრად რთულად არის, აი ეს ლოჯისტიკური ამბების დაალაგება, უფრო რთული არის რეგიონის, მე ვიტყოდი, აი ეს უფრო ვილაჯივებია, რასოფლებია, მოკლედ აი მარტივად რო აქვს, არ არის განვითარებული ეს ყველაფერი, როგორც თქვა სხვა რომელიმე ცენტრალურ რეგიონში ეს სხვა არის რომი და მილანი, სადაც ძალიან მარტივია, რომ რაღაცაები ინტერნეტით და დისტანციურად მოაგვარო, იქ ისე არ ხდება. იმის მიხედვით რომ ძალიან ლამაზია ეს ადგილები და თავისი ხიბლი აქვს, მოკლედ და ნუ არაჩვეულებრივია ქორწილებისთვის, თან ახლავს კიდევ ვიძახი ბევრი პრობლემა, რომელზეც წინასწარ უნდა გიზრუნოს წყვილმა აუცილებლად. თუ არა და შეიძლება ჯოჯოხეთად გადაიქცეს ქორწილი. შეიძლება თან მოყვეს უამრავი პრობლემა, რომელზეც არ იქნება ნაფიქრი წინასწარ. რამდენად რეალურია, რომ აი ვიღაც ყოლმა გადაწყვიტოს, რომ მოდი ახლა ამ ყველაფერს მე სრულიად ჩემით გავიმკლავდები. აი არა მარტო იტალია, ზოგადად გადაწყვიტოს destination wedding-ი და აი არ მინდა რა ორგანიზატორი მე თვითონ მოვიკლე, მივწერ, შევთანხმებ და ასე შემდეგ. ანუ რამდენად რეალისტურია ეს წარმოდგენა? რეალისტური ყველაფერი არის თუ წვილი მზად არის პირობითად იმისთვის, რომ ეს სტრესი საკუთარ თავზე აიღოს. თუ მზად ხარ ამ გამოწვევისთვის, რომ ის კონკრეტული სტრესი რაც ამ ყველაფერს თან მოსდევს და შენ გამოუცდელობას, რომ მე ეს ყველაფერი რაღაც შენ შეცდომების ხარჯზე ისწავლო, თუ ხარ ამისთვის მზად ესე კონკრეტულად, მაშინ შეგიძლია ლოგიკურია, რომ შენ თავზე აიღო. ძირითად შემთხვევაში ასეთი წვილები მიმართავენ ხოლმე იქაურ ადგილობრივ ორგანიზატორებს და მათი ღირებულებაც საკმაოდ მაღალი არის ამ შემთხვევაში და თანამედროვულად ჩვენ შემთხვევაში პლუსი მე ვიტყოდი და ბენეფიტი არის ის რომ ჩვენ არ უკავშირდებით იქაურ ორგანიზატორებს. შესაბამისად ანუ აკია დამატებითი ხარჯი არ ერთვება წყვილის მხარეს და ჩვენ შემთხვევაში ანუ ყველა ეს სერვისი რომელიც მიმწოდებლებით ჩვენ ვართ ეს იქნება ფეიერვერკით დაწყებული თუ კეითერინგი დამთავრებული ყველა ეს სერვისი ბატონო იშლება და აი ამ ვენდორებთან ცალ-ცალკევ საუბრობთ. ამავდროულად ჩვენ ვიცით რა რისკების წინაშე შეიძლება დავდგეთ ვენდორებთან ურთიერთობის დროს. აქ არის დეპოზიტები, აქ არის დაზიანების ხარჯები, აქ არის ის საკითხი ახლა შეკვлება აუცილებლად ძალიან კარგად უნდა წაიკითხოს იურისტმა, რომელიც ამ ყველაფერში კომპეტენტურია, რომ არ დადგეს წვილი იმის წინაშე, რომ პირობითად ავიღეთ ვენიუ, ვიქირავეთ, შემდეგ რომელიმე სტუმარმა პირობითად დააზიანა რამე ნივთი და არ გადავიხადეთ ამ დაზიანებულ ნივთში 10 მაგიოდენება, ვიდრე ამ ნივთის ღირებულება არის. ანუ ესეთი რაღაცები მithumetes იტალიაში ხშირად ხდება. ამიტომ ეს იმაზე ბევრად მეტი მნიშვნელოვანი ამბავია ამ შემთხვევაში. ასევე აქ არის რაღაცა დამატებითი მუსიკის შეთანხმების ხარჯები, ბევრი წესები აქვს იურიდიული, მოკლედ ამ ქვეყნებს ეს საბერძნეთი იქნება თუ იტალია, რომ კიდევ თქვათ დამატებითი ეს იურიდიული საკითხები უნდა მოგვარდეს იქამდე სანამ კონკრეტული რაღაცა ივენთი დაიწყება. ფაქტურად კითხვა რომ მუსიკა იყოს, ანუ რამდენი მომღერალი უნდა იყოს და ეს ყველაფერი თან ხდება. ამაზე ვიღებ ჩვენ ნებართვას რა
და შემდეგ ბევრი საკითხი არის, იურიდიული ქორწინება არის, ფორმალური ღონისძიება არის, თვის წერა უნდა თუ არა წყვილს, მოკლედ აი ბევრი ნიუანსი არის ამ პროცესში, რასაც ჩვენ წინასწარ ლოგიკურია ვაგვარებთ და ვზრუნავთ, რომ ხარვეზი არ გქონდეს. ხო, ეხლა ამ გადმოსახედიდან რაც მოვისმინე, არ ვიცი ადამიანს თუ საკუთარი თავისთვის ამ ხელა სტრესის მინიჭება არ უნდა, მე მგონია რომ საერთოდ ჯობია ხელი არ მოკიდოს. მით უმეტეს როცა რავი ქორწილი დღე ძალიან ემოციურ რაღაცებთან არის დაკავშირებული თავიდან ბოლომდე და წინასწარ ამდენი დეტალის პირადად გავლა უკვე თითქოს რაღაც აი ამ განწყობას უცვლის რა ამ დღესასწაულს და ამ ზეიმს. და რეალურად აღარგა იმის შეგრძნება, რომ რაღაცა შენი დღეა და წყვილისთვის განსაკუთრებული დღე, იმიტომ რომ ამ ყველაფერს მე უკან იმდენი სტრესი აქვს, რომ საბოლოო ჯამში ეს ემოციას კაშკალაზე ვარდება, ხო და მე ურჩევდი ყველას, რომ ჯობია რომ კომპეტენტურმა ადამიანმა ლოგიკურია მიხედოს ამ საკითხს, რომ ნაკლები ლაფსუსი იყოს მერე და იმიტომ რომ ამ ეს დღე ხო ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად, ხო? ანუ ყველა ემზადება ამ 2 დღისთვის, ან 1 დღისთვის, ან 3 დღისთვის შესაბამისად ძალიან სტრესულია ხოლმე თუ რაღაცა ისე ვერ მიდის და რისი მოლოდინიც გვაქვს და როგორც არის დაგეგმილი და ჯობია რომ იმ ერთმა თუ ორმა თუ ხუთმა ადამიანმა აიღოს ლოგიკურია ამაზე პასუხისმგებლობა, რომ ავირიდოთ თავიდან რაღაცა დამატებითი გართულები. მადლობა. ამ ყველაფერთან ერთად კიდევ თუ არის რამე ისეთი, აი რა არასწორი წარმოდგენა რა შეიძლება გქონდეთ ხოლმე ხშირად წყვილებს destination wedding-ზე როცა ვსაუბრობთ. ხო, არასწორი წარმოდგენა ჩემთვის მაგალითად შეუდარებიათ ბიუჯეტი, რომ აი პირობითად ჯდება რაღაცა 70,000 ევრო, აი რაღაცა ეს რენდომ რიცხვი რო ავიღოთ, რომ აი ამ ფასად მე მაგალითად ავიღებ რომელიღაცა რესტორანს და შევუკვეთავ ამდენს და დავლევ ამდენს და აი ეს ბიუჯეტი შებარდება ერთმანეთთან ამ destination wedding-ის და პირობითად ანუ აი საქართველოში გადახდილი ქორწილის აბსოლუტურად შეუსაბამოა, იმიტომ რომ სხვა გამოცდილებაა და ანუ ეს არის მცდარი წარმოდგენები, რომ ვითვლით ერთ ადამიანზე რამდენი დაждდებოდა საქართველოში ქორწილი და პირობითად რამდენი ჯდება მაგალითად იტალიაში, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა გამოცდილებაზე ვსაუბრობ და ამიტომ არ უნდა შევადაროთ თუ destination wedding-ი გვინდა თუ არა და ყველას აქვს არჩევანის თავისუფლება და ძალიან მარტივია, მოკლედ რომ გადავწყვიტოთ რა გვინდა. აუცილებლად ისეა, რომ აი საზღვარგარეთ უფრო ძვირიჯდება ქორწილი ვიდრე საქართველოში, თუ შეიძლება პირიქითაც იყოს. გაჩნია სტუმრების რაოდენობას. ესე ვიტყოდი, რამდენი ადამიანი გინდა რომ შენ ქორწილს დაესწროს ამას და მიხედვით, ანუ შეიძლება ეს თანაფარდობა იყოს მაგალითად საქართველოში 150 სტუმარი და საზღვარგარეთ 50 სტუმარი, თუმცა იდენტური ვერ იქნება ლოგიკურია საქართველოში 300 კაციანი ქორწილი ვერ დაჯდება საბერძნეთში 300 კაციანი ქორწილის ტოლფასი. ეს ბიუჯეტები განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ კიდევ ვიძახი ეს უფრო მეტად ალბათ წყვილზე არის დამოკიდებული რა უნდათ, ანუ რა გამოცდილება უნდათ და მათთვის რა არის მნიშვნელოვანი, უფრო პრივატული გარემო არის მნიშვნელოვანი, რაღაცა კონკრეტული სტუმრების რაოდენობა, რომელსაც პირადად იცნობენ, აქ არ არიან მოზედმეტი მომყოლი ადამიანები, პლუს 10 ადამიანი, პლუს 20 ადამიანები, რომლებიც არ უნახავთ 5 და 10 წლის განმავლობაში საერთოდ და შეიძლება მე საერთოდ ვეღარ ნახონ ქორწილის შემდეგ ან ვერ იცნოს სახეზე. რა უნდა წყვილს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ვიღაცებს ქორწილში პირველად რო ყავთ ხოლმე ნანახი ვიღაცები. აი ქვერ ვაცნობენ რა შენ ქორწილში მომყოლი ადამიანები რო არიან და აი არც გინახავს ან შენ ნაცნობების რაოდენობა რომელსაც არც იცნობ სრულად. ხო, აი საქართველოს ძალიან რთულია, რომ ესე ვიტყვი თავი დაიძვრინო ამ რაოდენობისგან, იმიტომ რომ ძალიან პატარაა თბილისი, ზოგადად საქართველო ყველას იცნობს. შეუძლებელია, რომ აი რაღაც ვიღაც ეპატეჟები და კიდე თქვა მეუღლე არ დაპატეჟო მისი, შეიძლება ორი შვილი ყავს, ორი შვილიც უნდა დაპატეჟო და ასე შემდეგ, ხო? ანუ ზოგს დაუპატეჟებლადაც მოყავს. ზოგს დაუპატეჟებლადაც მოყავს. ნორმა არის და ჩვენთან, ანუ აი ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, რომ +1 ნორმაა, რომ და ამიტომ ნუ ეს რაღაცა ღრეობას ემსგავსებ ხა მაგალითად ჩემთვის, მაგრამ ზოგ შეიძლება უნდა რომ კონდეს 5 მაქსიმალურად ყველა დაპატეჟოს. ხო, ანუ არ ვაკნინებ არანაირად შესაბამისად კიდევ ვიძახ ყველას თავისი სურვილები აქვს ამ მიმართებაში. ზოგს პირობითად მოწონს ეს რაღაცა გრანდიოზული 500, 600, 700 კაციანი, მით უმეტეს ხა დასავლეთის მხარეს ვიცით რომ ეს რაოდენობა ხოლმე ბევრად მაღალია და 300 კაცი მათთვის არის მინიმალური რაოდენობა. ეხლა მე ეცეთ ვსაუბრობ, აქ არის 500, 600, 700 ადამიანი. მე რო დავდივარ ხოლმე ამ ქორწილებში გადასაღებად, აი ხო ვამჩნევ რა რამდენ ადამიანთან უწევთ ეს კომუნიკაცია და რა დონის არის ეს კომუნიკაცია და
იმდენად აი სულ რამდენიმე წამით შეიძლება რომ ვიღაცასთან კონდეთ გადაკვეთა და უცებ იმ 300-400 კაცში აი ყველასთან მადლობა აი უბრალოდ ერთი და იგივე დიალოგი მინდის ყველასთან ხო და ეს რაღაც მართლა ინტიმურობის მომენტი რომ შენ ჩემთან ერთად ზეიმობ და გადიხარ ამ ყველა პროცესს ეს საერთოდ იკარგება და მაი წინაზოლი ბენდის წინ რაღაც ფრონტ როუ ეს წინაზოლის გამრთობები ცალკე და ნაწილი კატეგორია საერთოდ ცალკეა და აი ეს რაღაც ძალიან კონტრასტ ქმნის ხოლმე და მეც მიმაჩნია რომ ჯობია უფრო აი ცეთი იყოს რა აი ვიწრო თუნდაც საქართველოში კი ბატონო ანუ ეს საქართველოში შეგვიძლია რომ გააკეთო იგივე პრივატული გარემო და ასერთ არ არის აუცილებელი რომ ამდენი სტუმარი ყავდეს თუმცა მე მაინც უპირატესობას პრივატულ გარემოს ვანიჭებ, იმიტომ რომ აი ყველა სტუმართან გაქვს ურთიერთობა, თქვა 50 თუ 60 ადამიანთან ძალიან მარტივია, ხო? შენ იმ განსაკუთრებულ დღეს როცა გაქვს, ან დილიდან საღამომდე თუ ეს მეორე დღის after-party იქნება, ძალიან მარტივია წვილისთვის რომ 50 და 55 და 60 ადამიანთან ურთიერთოს და რაღაცა კომუნიკაცია ქონდეს, გაცვალონ ერთმანეთში ეს ემოციები და ბევრად უფრო მაღალია ხოლმე ეს ემოციური შეგრძნება ამ დროს და უფრო მეტად იზიარებენ ადამიანები, იმიტომ რომ თან ახლა აქ არ ყავს ხო რენდომ ადამიანები 55 ადამიანში ვერ წაიყვან ვიღაცას ვინც არ გინახავს ხო 5 და 10 წელია ეს არის ძალიან პრივატული შენი ძალიან ახლო წრე და ის ადამიანები ვისაც გულწრფელად უხარია შენი განსაკუთრებული დღე და შესაბამისად აი ეს ემოციები ხოლმე იმდენად ნამდვილია ამ დღეს რომ მე მაგალითად აი უპირატესობას მივანიჭებდი ცოტა რაოდენობას და მაღალ ხარისხს ამ შემთხვევაში კომუნიკაციასთან მიმართებაში და თან აი პირადი ქორწილის გამოცდილებაც რო გაქვს ზუსტად ეგეთი, კიდევ უფრო ზუსტად იცი, როგორი არის და როგორი იყო. კი, უპირობოდ destination-იდან ვარდე, ანუ ეს ხმას ვადლეთ destination-იდან. აი, აუცილებლად. არც განვიხილავ, რომ რაღაცა სხვანაირად ყოფილიყო და სხვებსაც ვინც შემეკითხება ჩემ კომპეტენტურ აზრს, ყველას ურჩევ, რომ აუცილებლად ჯობია რომ რაღაცა პრივატულ გარემოში აღნიშნოთ ეს დღე იმ ადამიანთან, ვის თქვენს ყოველდღიურობას და რუტინას იზიარებენ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. და შენთანაც ეს სტუმრები რო ჩამოვიდნენ და ეს რაღაცა ეს პროცესები როგორი იყო, ან იმათ როგორი გამოცდილება ქონდათ ეს სტუმრის მხრიდანაც რო შევხედოთ. ჩვენ შემთხვევაში ანუ ისეთ საოცარი ვაიბი იყო ამ 3 დღის განმავლობაში, იმიტომ რომ რაღაცა ეს გაზიარების ერთად აღნიშვნის აი იმდენი დადებითი ემოცია მივიღეთ მაგალითად ჩვენ და ეს ემოციები იმდენად გავცვალეთ ყველასთან, რომ მე ვფიქრობ, რომ აი აქ რო გაგვეკეთებინა რაიმე მსგავსი, აი 1%-ის არ იქნებოდა შანსი, რომ რაღაცა იგივე ემოცია მიგვიღო რომელიმე მხარეს, ან ჩვენ ან სტუმრებს. ან მათთვისაც რაღაცა ივენთი იყო, დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ, ლოგიკურია ეს მოსაწვევები გავაგზავნეთ 6 თვით ადრე, თუმცა 6 ადრე ჩვენ მზადება არ დაგვიწყია, იმიტომ რომ ბოლო წუთის ადამიანები ვართ მე და ჩემი მეუღლე და ეს ჩვენი ქორწილი დავგეგმეთ ბოლო 2 კვირაში და იყო რაღაცა force majeure იმის მიუხედავად რომ მე ჩვენ მომხმარებლებს ვურჩევ რომ 8-9 ადრე დაიჭიროთ ხო ეგეც მინდოდა და მეკითხა ანუ ყველაზე კარგი პერიოდი წინასწარ არის რამდენი თვით ადრე დაგეგმო იცი რა ყველაზე კარგი არის ვენიუს შემთხვევაში აი ყველაზე რთული არის ხოლმე რომ კარგი ვენიუ მონახო რომელიც აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს რომელიც წყვილისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რას ეძებენ რა უნდათ საბერძნეთის შემთხვევაში ეს სხვანაირია აბსოლუტურად საბერძნეთის შემთხვევაში მინუსი ჩემთვის არის ის რომ თქვათ ღონისძიებას თუ ივენტს ვიწყებთ პირობითად 2 საათზე ან 3 საათზე და ვასრულებთ ღამის 12 საათს ეს არის საბერძნეთის შემთხვევაში. თუ ეს არის კონკრეტული ვენიუ, რომელიც ვიქირავეთ ჩვენ აი ამ ქორწილის დღისთვის. ლოგიკური ამას მოყვება ხოლმე მეორე დღეზე შეიძლება იყოს full party, შეიძლება იყოს brunch-ი, შეიძლება იყოს რაღაცა იახტაზე party ან ნებისმიერ ამ თემატიკაში მოკლედ თავისუფალი ვარ წყვილთან მიმართებაში. მაგრამ იტალიის შემთხვევაში აი პირობითად მე ჩვენ რაც გამოცდილებას მქონდა და რატო ვარჩიეთ ჩვენ იტალია კიდე პლუს არის ის რომ ქირაობ შატოს ქირაობ შატოს, რომელსაც აქვს კონკრეტული რაოდენობა საძინებლები. შესაბამისად, ის კონკრეტული შატო შენ განკარგულებაშია, ну გააჩნია ამდენი ხით ქირაობ, მაგრამ კონკრეტულად შენ განკარგულებაშია 3 ღამის განმავლობაში. შესაბამისად, შენ იქ შეგიძლია რომ ქორწილის დღეს დააორგანიზო, after party-ს გქონდეს მეორე დღეს, ანუ სტუმრების დაპატიჟო შენთან, შენი ოჯახის წევრები განათავსო იმ შატოში. ლოგიკურია 55 ადამიანს ვერ განათავსებ. თუმცა გააჩნია შატოს ზომასაც ხა არის შატოები, სადაც შეგიძლია და გარშემო რა არის და რამდენი სასტუმროა და როგორი სიტუაცია არის შატოები, სადაც შეგიძლია 55 და 100 სტუმარიც დაატიო და განათავსო და ასე შემდეგ. მაგრამ თქვა ვისაუბროთ პატარა შატოზე, რომელსაც აქვს
12-13 ნომერი ძალიან მარტივია, რომ აი ამ 13 ნომერში მოთავსდეს წყვილი და მოთავსდეს ოჯახის წევრები, ანუ ახლო მეგობრები ან მეჯვარეები, ვინც არიან და სხვა დანარჩენი სტუმრები პირობითად განათავსო უკვე შატოს გარეთ. ამ შემთხვევაში, რადგან შატო უკვე სრულად ჩვენსგან გარგულებაშია და ქირავობ, ანუ უკვე დამატებით ღირებულებას მეორე დღის ავთერ-ფარტზე აღარ იხდი, უბრალოდ кейთერინგს უთანხმდები, რომ თქვათ მეორე დღეს გინდა რომ кейთერინგის საკითხის დალაგებული იყოს, ან ორგანიზატორი ათანხმდეს მოკლედ ამას და უფრო მარტივია ამ შემთხვევაში, როცა ერთ ლოკაციაზე გროვდება ეს 55 თუ 50 ადამიანი ამ 2 და 3 დღის განმავლობაში. ვიდრე თქვათ საბერძნეთის შემთხვევაში, იმიტომ რომ თქვათ საბერძნეთის შემთხვევაში ვენიუს იცვლი, მეორე დღეს არის after party სხვაგან იგეგმება, ნუ შეიძლება იყოს თქვათ იგივე სასტუმროში, სადაც არიან სტუმრები განთავსებული, მაგრამ ეს არის უფრო სარეზერვო ტიპის და არის ვენიუ განცალკევები და ამ შემთხვევაში იტალიის პრიორიტეტი და უპირატესობა არის ის, რომ ერთ ლოკაციაზე ხარ განთავსებული და ეს რაღაცა სხვანაირი ვაიბი აქვს ტოსკანას მაინც. მე მაინც ტოსკანას კი ვარ მოკლედ. მე ძალიან მიყვარს ეს მეღვინეობები და ღვინო და ვენახები და ველები და რაღაცები ეს მე იტალიის ადამიანი ვარ, ამიტომ. მე არ ვარ ნამყოფი, საბერძნეთში ვიყავი დიდი ხნით, მაგრამ იტალიაში არა და აი რა მგონია რომ აი პირველი წასვლა საერთოდ სხვა იმებს მომიტანს. გამოცდილებას. მე იტალიაზე შეყვარებული ვარ, ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ძალიან ბევრჯერ ჩავალ კიდე და წელი არ გადის რომ რამდენჯერმე მაინც არ ჩავიდე, 3ჯერ, 4ჯერ, 5ჯერ. შესაბამისად ვინც ნამყოფია ყველა ეგრე, ანუ ყველას ზუსტად ეგ დამოკიდებულება აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ აი მეც ეგრე გულში ჩამივარდება. აუცილებლად მე ეჭვიან მეყარება მაგამ ბავში რომ ნამდვილად ესე მოხდება შეგიყვარდება უპირობოდ პირველი ველოდები თან რაღაცა ისე მინდა რა მანქანით რომ შემოვიარო კარგად და ისე დავათვალიერო თავის გაჩერებებით და ყველაფრით ეგ არის ყველაზე კაი მე ეგრე ვარ ნამყოფი რა და ბევრი წლის წინ თავიდან პირველად რო გადავწყვიტე იტალიის გაცნობა და აი ეგ მოგზაურობა მახსოვს ყველაზე კარგად იმიტომ ვიყავი 22 დღით წასული და ესე ჩრდილოეთიდან დავიწყე და მანქანით ჩამოვედი ბოლომდე სამხრეთამდე და იგივეს გირჩევ რომ გააკეთო ზაფხულში განსაკუთრებით იმიტომ რომ ეს იტალიური რივიერა და სამხრეთი მაგაია ჩავიწერე ანუ საბერძნეთს უფრო შეზღუდვა აქვს ამ დროის მიმართულებით, ხო? რაღაცა არ არის იქ ესეთი ვარიანტები, რომ ზუსტად ეგრე 2-3 დღით იქირაო და იყო? აი, ესეთი ვენიუების ვარიანტები ნაკლებად არის. უფრო მეტად არის აი თან უპირატესობა საბერძნეთთვის ანიჭებს აი მოწონს აი ეს რაღაცა ღია ფერდობზე ეს გაშლილი სივრცეები როცა არის რაღაცა ჭაღებით კონკრეტული არკებით ნუ ეს ყველაზე არ დამოკიდებული უკვე როგორ დიზაინი იქნება ბრეზნული დიზაინი ბევრად განსხვავდება ბრეზნული ქორწილის დიზაინი იტალიური ქორწილის დიზაინისგან მე ვარ უფრო სივრცული არის ხო საბერძნეთში გაკეთებული ქორწილები და ნუ ეს არკებიც აბსოლუტურად სხვანაირი არის ძირითადად ნუ თეთრი ფერი არის გამოყენებული და უპირატესობას ანიჭებენ ეს ღია კლდეზე აშენებულ ვენიუებს რომელიც ღია ცის ქვეშ არის წვიმის ალბათობა საბერძნეთში ნაკლები გვაქვს ამიტომ ძირითადად ანუ გეგმა B ნაკლებად გვჭირდება ხოლმე ამ შემთხვევაში იმიტომ რომ წინასწარ ვიცით რომ აუცილებლად მშრალი არის მოკლედ ძალიან ჰავასთან მიმართებაში იტალიისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ტოსკანაში შეიძლება არ იყო გადაზღვეული რომ მეორე დღეს წვიმა არ იყოს მაღალ სეზონზეც კი როცა ითვლება რომ თქვა მშრალი სეზონია, ამიტომ იქ მაღალი რისკი არის ბევრად იტალიის მხარეს. საბერძნეთში ეს რისკები ფაქტობრივად არ გვაქვს. და მუსიკასთან მიმართებაში ხო ამბობენ ეს მათი კანონმდებლობა და ოფიციალური რაღაცა დადგენილება რომ 12 საათზე აუცილებლად უნდა დასრულდეს მოკლედ ეს კონკრეტული ივენთი, რასაც ვატარებთ. მე ვფიქრობ რომ ეს დისკომფორტი არის ხა მაგალითად ჩემ შემთხვევაში ესე ვიტყოდი რომ ჩემთვის დისკომფორტი არის იმიტომ რომ არ მენდობებოდა რომ ჩემი ქორწილი 12 საათზე დამემთავრებინა. ჩვენ დავამთავრებთ დილის 9 საათზე. კონკიასავით რომ ხო და შატოში უფრო მეტი თავისუფლება ლოგიკურია რომ სანამ ბოლო სტუმარი არ წავა ქართველებს როგორც გვჩვევია შეგვიძლია რომ დილამდე კონდეს მუსიკაც იყოს DJ-იც იყოს ბენდიც და მოკლედ ამ შემთხვევაში შეზღუდვები არ გვაქვს ხოლმე იტალიასთან მიმართებაში და პერიოდი საუკეთესო რა არის ხა რომ შევაჯამოთ აი 8 თვით ადრე 1 წლით ადრე წელიწადნახევრით ადრე ყველაზე ოპტიმალური დრო რა არის დაგეგმვის დასაწყებად ვენიუს მიმართებაში რომელიც თავარ როლს ასრულებს ქორწილში მე ვიტყოდი რომ 8-9 თვით ადრე არის ოპტიმალური ვარიანტი რომ დავიწყოთ დაგეგმვის პროცესი ანუ ყველაზე მარტივია ის რომ ვენიუ ვიქირაოთ ანუ გადავიხადოთ რაღაცა ღირებულების ბ ნაწილი რაც გარანტიას მოგცემს რომ აუცილებლად ეს ვენიუ ამ კონკრეტულ თარიღებში ჩვენი იქნება
ანუ ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი. დანარჩენი ეს იქნება кейთერინგი, დამატებითი გაფორმება თუ დიზაინის ნაწილი ძალიან მარტივია, რომ 3 თვით ადრე და 4 თვით ადრე დავიწყოთ ამის მომზადება. კიდევ ამბობ, გააჩნია წელს რა უნდა. არის რაღაცა კონკრეტული მოთხოვნები, რომელსაც ჭირდება, რომ დიდი ხნით ადრე გავაკეთოთ ხოლმე რეზერვაციები, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც კონკრეტული დიზაინი, კონკრეტული სტილი, მაგალითად ძალიან მოთხოვნადია და საბრინჯოში იყოს ერთადერთი ვენდორი, რომელიც აი ამ კონკრეტულ არკას აქირავებს და ვიყოთ ამაში შეზღუდულები. ამიტომ 3-4 თვით ადრე უკვე დიზაინის ნაწილის და кейთერინგის დაწყება ნორმალური არის. ვენიუს რაც შეეხება, გული ვარ დაგხვდეს, მოკლედ ჯობია რომ რაღაცა 8 თვით ადრე მინიმუმ მაინც დავარეზერვოთ ის კონკრეტული ვენიუ ჩვენი სასურველი დღისთვის. დანარჩენი პროცესი არის, ხო, 2 კვირით ადრე შეიძლება რომ რაღაც მუსიკალური ნაწილი მოგვარდეს, ეს საქსოფონი იქნება, ბენდი იქნება, ადგილობრივი მომღერალი თუ აქედან იყვავს ვინმე, ეს პროცესები შედარებით მარტივია ხოლმე. ძირითადად ანუ იქ ჯობია ხოლმე ვიღაცების პოვნა ფოტოგრაფის, ვიდეოგრაფის, ვენდორების, ამ დიზაინერის და ასე შემდეგ თუ აქედან თუ კომბინირებულად, აი რა უკეთესი გამოცდილებაა ხოლმე ამ შემთხვევაში. ჩვენი ვენდორები არიან სრულად თავიდან ბოლომდე, ანუ აქედან არავინ არ მიყვავს. ჩვენ გარდა ორგანიზატორისა, რომელიც ჩვენი მხრიდან მიყვება ქორწილს, ანუ თუ გვიწევს ჩასვლა პირობითად თუ რთული პროექტი არის, შეიძლება ჩავიდეთ რამდენჯერმე სანამ ქორწილი იქნება, იქამდე ადგილზე შევათანხმოთ კონკრეტული დეტალები, რაც აუცილებელია ადგილზე face to face შეთანხმდეს ვენდორებთან, ან ჩავდივართ თუ არ არის რთული პროექტი და მარტივია ჩვენთვის აი აქედან ლოჯისტიკა და ორგანიზება, ან ჩავდივართ წვილამდე 1 დღით ან 2 დღით ადრე ამ შემთხვევაში და უკვე ჩემი კოლეგა, ადამიანი, რომელიც აი ამ ყველაფერზე ზრუნავს, იქ არის ქორწილის დასრულებამდე, ანუ after party-ის დასრულებამდე, სანამ ქორწილი არ წავა, ქორწილი და ეს კონკრეტული რაღაცა destination wedding-ი არ დასრულდება ჩვენთვის იქამდე, ისე რომ წყვილმა არ იდარდოს არაფერზე და არ ქონდეს არანაირი სტრესი. ჩვენ გვაქვს ვენდორებთან ურთიერთობა, ჩვენი თანამშრომელი არის ადგილზე, მოკლედ ყველაფერს ჩვენი მხრიდან ვაგვარებთ, ისე რომ არ შეწუხდეს. უდიდესი კომფორტია, რომ აი ამხელა საიმედო ზურგი გაქვს ამ ქორწილის დღეს და იცი რომ აი რაღაცა თუ არის, იცი აი ვის კითხო და იცი რომ მოგიგვარებს თავიდან ბოლომდე, მით უმეტეს უცხო ქვეყანაში. ხო, კომუნიკაცია და აი ამ ქვეყანაში არ გიწევს პირდაპირ 10 სხვა ვენდორთან ხო კომუნიკაცია, იმიტომ რომ ყველა სერვისზე სხვა ადამიანია ლოგიკურია ჩართული. ეს кейთერინგზე შეიძლება იყოს 3 დამატებითი ადამიანი, დიზაინზე რაღაცა 5 ადამიანი, ბენდი და პირობითად DJ და მომღერლები და ვიდეოგრაფი, ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფს კიდე 2 ადამიანი მოყვება, დრონზე სხვა ადამიანები, მოკლედ ბევრი პროცესი არის რა. და ამიტომ ჯობია ლოგიკურია შენ ერთ ადამიანთან გქონდეს კონკრეტულად ურთიერთობა, რომელმაც ზუსტად იცის შენი მოთხოვნები, ვისთანაც გავლილი გაქვს ეს საკითხები, რაღაცა 8 თვით, 4 თვით, 5 თვით ადრე და იცის რას ელოდები, ან შენი მოლოდინები, რა უნდა მოხდეს ამ დღეს. და ის არეგულირებს იმას, რომ შენი მოლოდინები აი 100%-ით გამართლდეს და იმაზე უკეთესი იყოს ლოგიკურია. ჩვენი მიზანი ის არის ხოლმე, რომ მოლოდინებს გადავაჭარბოთ. არგია. და აქედან როცა უნდა ხოლმე წყვილს ვინმე წაყვანან, მუსიკოსის, ან ფოტოგრაფის, ვიდეოგრაფის, ან მეიქაპ არტისტის თუნდაც, ესეც რა თქმა უნდა შესაძლებელია, ხო, რომ თავიდანვე დაიგეგმოს და აქედან წაყვეს წყვილ. ხო, აი ეს სრულად წყვილზე არის დამოკიდებული, თუ მას ყავს მეგობარი ვიდეოგრაფი პირობითად ან გამორჩეულად ადამიანი, ვინც უნდა რომ მისი ქორწილი გადაიღოს, ან მომღერალი, ვინც უნდა აუცილებლად რომ ის ქორწილში იმღეროს, ეს სრულად წყვილზე არის დამოკიდებული თავიდან ბოლომდე. ჩვენ ლოგიკურია ამოფშენებს ხიას ვტოვებთ, თუ წყვილს უნდა რომ ადგილზე მოვძებნოთ ამ შემთხვევაში, ეს საქსოფონი იქნება, DJ იქნება თუ ბენდი იქნება თუ ადგილობრივი მომღერალი, ამას არ აქვს გაწყვეტილი მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში ჩვენ ადგილზე ვეძებთ რამდენიმე ვარიანტ, შემდეგ ლოგიკურია ვათანხმებთ წყვილთან და მისთვის ასრულ ვარიანტს ირჩევს შემდეგ წყვილი. ან შეიძლება მოხდეს რომ ყოფილა რომ ძირითად შემთხვევაში ქართველებს უყვართ მოკლედ საქართველოსთან მომღერლების წაყვანა ამ ბენდის და ძირითად შემთხვევაში კომბინირებული ამბავი უფრო გვაქვს ხოლმე, ანუ არის ადგილობრივი და არის საქართველოსთან მიწვეული სტუმარი, რომელიც იმღერებს დამკვრელებს წვილს. ხო, რა, აი ნონსტოპ ამბავი იყოს ხოლმე მუსიკალურ მიმართებაში. და განახსენე, რომ აი რაღაცა მუსიკაზე დამატებითი ხარჯები და ღირებულებაც არის, რომ შევთანხმო და გადასახდელიო და აი მაგან დამაფიქრა იმაზე, რომ კიდე რამდენი გაუთვალისწინებელი ხარჯი შეიძლება იყოს, როდესაც ამ ყველაფერს გეგმავ და აი ისეთი ხარჯები რა არის ხოლმე, რაზეც აი წყვილს ანუ არასდროს არ უფიქრია, რომ შეიძლება დამატებით ხარჯი იყოს და უცებ ფაქტს წინაშე აღმოჩნდებიან, რომ აი კიდე ამას და ამას ემატება, აი გაუთვალისწინებელ ხარჯებზე მაინტერესებს ყველაფერი.
ხო, გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაც დასაწყისში ვთქვი, ერთი არის დეპოზიტების თემა, მეორე არის დაზიანების შემთხვევაში გასაწევი ხარჯები, რომელიც შეიძლება თქვენი დადებული დეპოზიტი არ იყოს და ეს გაუთვალისწინებელი ხარჯია, იმიტომ რომ მეორე დღეს დგება ხოლმე ეს ხარჯები, როცა ვთქვათ ვენდორი უკვე ამოწვევს თქვენს დაქირავებ ვენიუს და შემდეგ ხდება ამის დაანგარიშება და ლოგიკურია, ეხლა წვილი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმაზე დილის 3 საათზე თუ დილის 4 საათზე რა მოხდა, იმიტომ რომ ყველა ალკოჰოლიზმ მოქმედების ქვეშ არის ხოლმე ძირითადად მოკლედ და ჭუა არავის აღარ მოგვიკითხება. შესაბამისად რისკები ამ დროს მაღალია. ასევე შეიძლება იყოს გაუთვალისწინებელი ეს არის ტაქსები, რომელსაც არ ველოდებით ხოლმე. ძირითად შემთხვევაში არ გვაქვს ჩათვლილი, რომ იმ კონკრეტულ ღირებულებებს ემატება რაღაცა დამატებითი ტაქსები და საბერძნეთის შემთხვევაში მაგალითად ეს ძალიან მაღალი არის 24%, რაც საკმაოდ აძვირებს ნებისმიერ სერვისს და კომუნიკაციის დროს ხშირად როცა თვითონ აღვთ ხოლმე ურთიერთობა არ ეკითხებიან ვენდორებს შედის თუ არა ტაქსი დამატებით გადასახადში აქ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ავსდებით რაღაც მომენტში გადარიცხვებ, შეიძლება აქ რო რაღაც თანხები შევამციროთ, მაგრამ აქ ჭირდება კონტაქტები ამ შემთხვევაში კონკრეტული შენი ვენდორები და ეს ლოგიკურია წყულთანაც თანხდება ხოლმე რომ რაღაცა ამ ხრივ შეიძლება რომ კონკრეტული შეღავათი გაკეთდეს. მოკლედ, ბევრი ნიუანსი არის, ანუ იგივე შეიძლება საბუთებთან მიმართებაში იყოს პრობლემა და არა იყოს შესაბამისი ნებართვა პირობითად, აი რაღაცა მინდა რომ ჩემმა ბედმა იმღეროს ღამის 11 საათიდან 2 საათამდე. შეიძლება ეს ნებართვა იყოს გაცემული 12 საათამდე და თითოეული საათი შემდეგ წავიდეს საჯარიმო სანქციით და რაღაცა მოუწიოთ თითო საათზე 1000 ევროს, 1200 ევროს გადახდა წყვილს. ბევრი ნიუანსი. ამიტომ ჩვენთან აი მიდი როცა გინდა სადამდეც გინდა იყავი, აი იქ ძალიან ბევრი ეგრე არ არის სადამდეც გინდა იყავი. შეგიძლია რომ ყველაფერი ლოგიკურია გააკეთო სადამდეც გინდა იქამდე იყო, უბრალოდ თადარიგი უნდა დაიჭირო წინასწარ, რომ აი რაღაცა გახურებული სიტუაცია რო გაქვს 2 საათზე ვინმე არ მოვიდეს და არ გითხრას, რომ ეხა შენ ჯარიმა გეკუთვნის პირობითად, იმიტომ რომ გადაცდა 12 საათს, არ გაგუფლება რომ მუსიკა ჩართული ქონდეს და ნუ მოკლედ ეს რაღაცა შენი განსაკუთრებული დღე ნეგატივით არა აფსოს დაუპატიჟებელმა სტუმარმა, მარტივად რო ვთქვათ. ამიტომ ჯობია რომ ძალიან ბევრი დეტალია ნამდვილად დაიწერა ნახსენი კიდევ ეს იურიდიული საკითხები, რაზეც ასევე მაინტერესებდა. აი ამ დროს რა თან უწევთ ხოლმე დამკლავება რა, აი რა საბუთებია საჭირო, რა არის წინასწარმოსამზადებელი, აი რა მანდაც მგონია რომ უცებ ბოლოს ფაქტის წინაშე რო დგებიან, იქ მერე იუსტიციის სახლი, მერე იქ, მერე გადათარგმნე, მერე რაღაცა. აი ამ ნაწილშიც აი რა არის ხოლმე რისთვისაც მზად უნდა იყოს წყვილი. იურიდიულ ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი არის წყვილს როგორი ტიპის ქორწინება სურს. პირობითად, ანუ იქ ვაკეთებთ ოფიციალურ ცერემონიას, თუ ეს არის სიმბოლური ცერემონია. ამ შემთხვევაში აი ამით წყდება ძირითადი ამბავი. ძირითად შემთხვევაში ყეცდება ხოლმე destination wedding-ში სიმბოლური ცერემონია, იმიტომ რომ ძალიან მარტივია ეს რომ დაალაგო და ყველას ეზარება 6 და 5 თვით ადრე, აი ამ საბუთებზე სირბილი, დაბადების მოწყობით დაწყებული, დიპლომით დასრულებული, ამ ყველაფრის თარგმნა მოკლედ და აი ამ საბუთების შეგროვება და ფაქტობრივად რაც ცხოვრებაში გიკეთებია, ყველა საბუთი უნდა აიღო. მე რაღაცა შეკრიბო ეს ყველაფერი და მოკლედ ძალიან დიდ ბიუროკრატიასთან ასოცირდება, მე იმ წინასწარ უნდა შეათანხმო ქორწინება იმ თუ იმ ქვეყანაში გააჩნია, საბერძნეთში ხდება ეს თუ იტალიაში ხდება, წინასწარ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის შეთანხმება, უნდა მოგცენ დასტური რომ შენ გაგუფლება რომ იმ ქვეყანაში მოვაწერო ხელი და ბევრი პროცესი არის, მოკლედ სანამ ამას გაივლი, მე მოგცემენ თანხმობას და ბოლოს ნუ ოფიციალურად შედგება იქ ქორწინება. ძირითადად შემთხვევაში ეს არ ხდება, ყველაფერიდან იცლებს ამ ყველაფერს, ურჩევნით იუსტიციაში მივიდნენ, ხელი მოვაწერონ მარტივად და იქ ჩატარდეს უკვე სიმბოლური ცერემონია, რომელიც ასევე მე ვფიქრობ, რომ ოპტიმალური ვარიანტია. აქ არის ხოლმე შესაბამისად ზოგს საკუთარი სტუმარი ყავს, რომელიც რაღაცა ეკითხება ძვირფას სიტყვებს, თანახმარიან თუ არა. და ასევე ვთავაზობ დამატებით სერვისს, რომ მოვიდეს კომპეტენტური, კონკრეტული ადამიანი, რომელსაც აქვს გამოცდილება, რომ აი ამ ცერემონიას გაუძღვეს და წყვილიდან გამომდინარე რაღაცა პატარ-პატარა რაღაც კითხვები დაუსვა, ასეთ რაღაცა ხოლმე. რაღაცა პატარა რიტუალის სახე მისცეს ამ ყველაფერს, რომ სიმბოლური დატვირთვა კონდეს და არ იყოს უბრალოდ ორი კითხვის დასმა და უფრო მეტად რაღაცა ემოციური გამოდის ხოლმე. ამ შემთხვევაში სრულიად უცხო ადამიანი ლოგიკურია, ვისაც აქვს გამოცდილება ის თუ უძღვება ამ ყველაფერს. ხო, ან რაღაცა მსუბუქად ცოტა წამყვანის როლივით ითავსებს სხვა, ხო? ხო, უბრალოდ სიმბოლურ ცერემონიას ვატარებთ ხოლმე და ნუ მათ ახლა ბევრი შეთავაზება აქ არის, ზოგს აქ ხის დარგვა, ზოგს სანთლის დაწვა, ზოგს ქვიშის საათი, ბევრი
ბევრი რამე არსებობს, ან ბევრი ინტერპრეტაცია არსებობს, მაგრამ ყველაფერს ან ძალიან მარტივად უბრალოდ ქორწინებაზე საუბრობს პირობითად და აი ამის ყველაფრის მნიშვნელობაზე, ისად ადამიანი მოდის და ნუ შემდეგ რაღაცა 9 საათიან, ნუ 15 წუთიან, 20 წუთიან ცერემონიას ატარებს, რომელიც სიმბოლურად ძალიან დატვირთულია ხოლმე ემოციურად, ნუ ინგლისურ ენაზე ხდება ლოგიკურია ეს ყველაფერი, ქართულენოვანი არ ყავს ჯერჯერობით. შეიძლება ეგეთ დაემატოს რას გაიგე. შეიძლება. ჩვენ არ გამოვიცნობთ არა. კარგი შეთავაზება არის ნამდვილად, რომ აი რაღაცნაირად წყვილებს შეუძლიათ, რომ თვითონ აარჩიონ რაღაც გაირთულონ ცოტა საქმე ამ საბუთობრივი მიმართულებით და უნდათ რომ იქ მოხდეს აუცილებლად ოფიციალური ქორწინება. აი შეიძლება რომ ესე რაღაცა უფრო ესთეტიური, ფორმალური სახე მიეცეს და არა იურიდიული და აქვე წინასწარ მოგვარდეს ესეთ და ესეთ მგონია რომ ძალიან კარგი ვარიანტია. უფრო მარტივია. ჯვისწერის ამბავიც ძირითადად ჯვისწერა არის ხოლმე მნიშვნელოვანი, ჯვისწერა აინტერესებთ ხოლმე და ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ უნდა მოვნახოთ მართლმადიდებლური ეკლესია ამ შემთხვევაში და მღვდელი, რომელიც აიღებს თავის თავზე ამ პასუხისმგებლობას, რომ ჯარი დააწეროს წყვილს და კიდევ მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა კონკრეტული თარიღები არ ემთხვედეს, ის არ იყოს მარხვის პერიოდი, კონკრეტული რაღაცა თარიღის არ არის შესაძლებელი ჯვისწერის ცერემონიის ჩატარება და მოკლედ აქაც დამატებითი გართულებებია ხოლმე. ან შეიძლება იმ კონკრეტულ რეგიონში არ იყოს მართლმადიდებლური ეკლესია და მოუწიოს წყვილს რომ რაღაცა 5 საათი იმგზავროს იმ კონკრეტულ ეკლესიამდე, სადაც შესაძლებელია რომ ეს ცერემონია გაკეთდეს და აი აქაც არის რაღაცა ნიუანსები. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ურჩევნეთოთ ეს ჯვისწერა პირობითად გაკეთდეს საქართველოში და არ ქონდეს აი ამის დატვირთვა კიდე რომ ეს სტუმრებია იმ რეგიონებში რაღაცა ავტობუსით არ ახლიან ვაკეთიკით და ანუ აკეთო ეს ნაწილი სიმბოლური საქართველოში სადაც ძალიან მარტივია რომ ეს ყველაფერი და იქ უბრალოდ გაერთო. იქ უბრალოდ გაერთო. და არ დაამძიმო კიდე ეს პროცესი რაღაცა 10 საათიანი გზით. და ეხლა ამ ყველაფერს სანამ მიზიარებ, დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ბევრი სხვადასხვა ქორწილი ესე ბექგრაუნდში გაგახსენდა და ჩაიარა და აი რაღაცნაირად ყველაზე გამორჩეული, ან თუნდაც რაღაც სირთულეებით, ან პირიქით რაღაცა ვიზუალით, ან თვითონ წყვილით, აი ყველაზე ისეთი გამორჩეული საინტერესო ქორწილი, რა შეგიძლია რომ გაიხსენო. თუ გახსენდება, რა თქმა უნდა, ეხლა ესე უცებ. ხო, ლოგიკურია, ჩემი ქორწილი მახსენდება. ემოციური თვალსაზრისით ახლა ჩემ ქორწილზე მეტად ვერცერთ ქორწილს ვერ გამოვყავ, იმიტომ რომ ახლა ხანს იყო და ჯერ არ არის შენელებული ეს ამბავი და ასევე გვანცარში და ბაჩოსი არაჩვეულებრივი ქორწილი იყო, რომელიც საბერძნეთში გავაკეთეთ და ჩემი კოლეგა ნუნუკა, რომელიც თავიდან ბოლომდე უძღვებოდა მოკლედ ამ ყველაფერს და აიღო ეს პასუხისმგებლობა, არც ერთი ხარვეზი არ ქონია ამ ქორწილში, ისე ჩატარდა და ეს წყვილიც მოკლედ ვიცი რომ ძალიან კვაყოფილი და ბედნიერი იყო ამ თავისი გადაწყვეტილებით, რომ საბერძნეთში შეაჩერეს არჩევანი და მათთვის სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა ამ ლოკაციას. ვიზუალურად თვითონ ქორწილის ხასიათი და ასევე ვაიბით რაც იქ იყო, ვფიქრობ რომ ერთ-ერთი განსაკუთრებული ქორწილი იყო, რომელიც გაუკეთებია, მაგრამ ასევე ახლა ვგეგმობ სხვა ნაცნობი ადამიანის ქორწილსაც და იმედოვნებ რომ ეს ქორწილიც ასევე არაჩვეულებრივი იქნება ივნისის თვეში. უდიდესი წარმატებები გუნდსაც და წყვილსაც და სხვათა შორის აი წეღან ამ ჯვისწერაზე და საბუთებზე და რაღაცებზე რომ საუბრობდით, მე ზუსტად გვანცას და ბაჩოს ქორწილი გამახსენდა, იმიტომ რომ თვალს ვადევნებდი და მახსოვს ამათი ეს 7-ჯერ იუსტიციის სახლში წასვლა, წამოსვლა და რაღაცები მოგვარება და გაკეთება. და მნიშვნელოვანი იყო რომ ჯვისწერა იქ შემდგარი იყო და მოკლედ არ დაიზარეს ნამდვილად. კი, მეც ქორწილი გამახსენდა, აი ულამაზესი ფოტოები ეს თეთრ ფონზე, ნუ გვანცას და ბაჩოს ულამაზაზე აღარ მაქვს ლაპარაკი. აი ულამაზესი ძალიან გემოვნებიანი იყო, სრულად მოკლედ ეს გვანცას გამსახურება ლოგიკურია ის მისი გემოვნებით, მისი დიზაინით აწყობილი და ასე შემდეგ და ჩვენ დავეხმარეთ რომ ეს ყველაფერი ისეთივე ყოფილიყო, როგორც მის წარმოდგენაში იყო, მაგრამ ნამდვილად საოცარი ქორწილი იყო და ძალიან ლამაზი კადრები იყო და მოკლედ წყვილი ხო შთამბეჭდავი და ასე შემდეგ ჩვენთვის ძალიან დამახსოვრებელი და ემოციური დღე იყო, იმიტომ რომ ჩვენ აქ თბილისიდან ვუყურებდით ჩვენ თანამშრომლებს რაღაცა კომუნიკაცია ქონდა ჩვენ თანამშრომლებს გამოგვიგზავნეს სურათები რა ხდება ხო კარგად არის ყველა ესე რომ უყურებთ რომ რაღაცა ჩართულები ვიყავით და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და ყველანაირ ჩართულები ვიყავით აქედან თბილისიდან 30 კაცი რომ აი იქ რაღაცა ამბავი არ მომხდარი იყო და ყველაფერი ეს დაალაგებულად ნორმის ფარგლებში
წასულიყო და მარტო თქვენ კი არა, მე მგონი მთელი საქართველოს ჩართულები ვიყავით მაგ ქორწილის მე მგონია მინდორობაში და უბრალოდ ყველაფერში. არის ბაჩოს იდეაში, რომ აი ეს ქორწილების თემატიკა, მე მგონი მაგის მერე უფრო გააქტიურდა მე ესე მგონია ეს ქორწილი, რომ რაღაცა public ეს კადრები რომ გამოჩნდა და ეს რაღაცა ვაიბი, რომელიც ყოველთვის გადამდები იყო და ენერგეტიკულად მეორე მხრიდან ეხლა რაც ანუ სოციალურ ქსელში ვიყურებდა, როცა ნამდვილია კადრები და ძალიან ნამდვილია ეს ემოცია, ძალიან იგრძნობა ხო მეორე მხარეს და მაყურებლები ხვდებიან მოკლედ მარტივად რა არის ყალბი და რა არის ნამდვილი შესაბამისად, როცა რაღაცა ძალიან ნამდვილია და ნაღდია, ესე ვიტყოდი, ანუ ძალიან დიდ რაღაცა ემოციურ შთაბეჭდილებას ახდენს რა ყველა ჩვენგანზე და ამ შემთხვევაში ეს ესე იყო, რომ რაღაცა ყველას მოუნდა მე რომ საბერძნეთში ქორწილი გადაეხადა და როგორც კი ეს კადრები დავდეთ, მეორე დღიდან დაიწყო აი ეს აქტიური რაღაცა კომუნიკაცია პოტენციური პატარძლების, რომ გაერკვიათ ბიუჯეტი, რა დაჯდა ეს კონკრეტული ქორწილი, რამდენი ხნად რომ დაგეგმონ და ასე შემდეგ და ეს ქორწილი მინდა, ზუსტად ეს ქორწილი მინდა. ეს ქორწილი რამდენი ღირდა? მან თან მახსოვს, რომ განსაყვებოდა, რომ დილით ძალიან ინერვიულად თუ წინა ღამით და თქვენი გუნდის წევრები ძალიან დაეხმარნენ და ძალიან დიდი დამსახურება იყო ამ თქვენი კოლეგების, რომ თვითონ პატარძალზეც ემოციურად ესე ძალიან მხარდაჭერა გამოუხატეს და თანადგომა ამ დროს ორგანიზებაზე ბევრად მნიშვნელოვანია კიდევ აი ეს ადამიანური ემოციური ფაქტორი. კი, ანუ ეს იყო თავარი პროცესი ალბათ ამ ქორწილის, იმიტომ რომ ნუნუკა იყო სრულად გვანცას გვერდით, აი ვიტყვი 3 თვის განმავლობაში იყო მისი საუკეთესო მეგობარი, დილა იწყებოდა ნუნუკასთან ერთად და მთავრდებოდა ნუნუკასთან ერთად და ამავდროულად ის პროცესებიც რაც წინ უძღოდა, მე განსაკუთრებით წინა 2 დღე ძალიან კრიტიკული იყო, იმიტომ რომ აი ნერვიულობამ რო ძალიან მოიმატა და სტრესმა გავიარეთ მოკლედ გვანცასთან ერთად. მე ნაკლებად ნუნუკამ და მთელმა კომპანიამ უშუალოდ ნუნუკა იყო ამ ყველაფერში ჩართული მოკლედ და აი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღო ამ შემთხვევაში, რაც ადამიანურ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ემოციური საფორთი სრულად მიდიოდა ჩვენი მხრიდან, რომ რაღაცა დამატებით დაგვეზოგა მისთვის ენერგიები. ძალიან დასაფასებელია ნამდვილად და ამ ყველაფერთან ერთად ეხა საბოლოო შემაჯამებლად აი წეგან თქვი რომ მაინც ჩემი ქორწილი არის ყველაზე ემოციური და რა თქმა უნდა ესეც იქნებოდა და მაინტერესებს აი რამე თუ არის ისეთი რომ აი დროში უკან რო დაბრუნდე აი შენ თავს რას ეთყოდი რომ აი ამ ქორწილში რას გააკეთებდი სხვანაირად თუ არის რამე ესეთი ან რას ურჩევდი შენ თავს სხვანაირად აი ჩემ და გასაკვირად საერთოდ არაფერი არ არის, რასაც ურჩევდი ჩემ თავს სხვანაირად, იმიტომ რომ მე სხვას არ ვურჩევდი, რომ იგივე გააკეთონ, რაც მე და ჩემი მეუღლე გავაკეთეთ, ჩვენ არ ავიყვანეთ არავინ, ეს ქორწილი არის ჩემი ბოლომდე ჩემი და მისი ორგანიზებული, შესაბამისად არ ჩემი კომპანიიდან გვეხმარებოდა ვინმე და არც მისი კომპანიიდან. ანუ სრულიად უარი ვთქვით სხვა ადამიანების დახმარებაზე, იმიტომ რომ გვინდოდა ძალიან რომ ეს საკუთარი ქორწილის დღე ჩვენ დაგვეორგანიზებინეთ. თუმცა ჩვენ ამ სფეროში გვაქვს გამოცდილება შესაბამისად ამიტომ ბევრად მარტივი იყო ჩვენთვის ამ რაღაცა უმეტული საკითხების გადაჭრა და მოგვარება და მოლოდინები სიმართლე გითხრა არ მქონდა ისეთი როგორიც გამოვიდა. ან ბევრად დაბალი მოლოდინები მქონდა საბოლოო ჯამში მე იმ კონკრეტულმა 3 დღემ გადააჭარბა ჩემ მოლოდინებს, ამიტომ არაფერს არ შევცვლი საერთოდ და აი იდეალური გადაწყვეტილება მივიღეთ და ყველაფერი მოკლედ ძალიან კაი იყო და კიდე გვინდა რომ გავამეოროთ უახლოეს მომავალში მიზეს ველოდებით. 2 წლის თავი, 3 წლის თავი, 5 წლის თავი. იტალიის სხვადასხვა რეგიონებში ესე. აღვნიშნოს. რატომაც არა. კი, რატომაც არა. კი, აი მეც რაღაცა თქვენი ქორწილის ფოტოები რომ ნახე, ყველაზე მეტად ეს კადრი რაც მახსოვს არის აი ეს ფერადი ბოლი ფეიერვერკი თქვენ საკუთერემონის სიტყვით მოთხოვნა, რომ აი ამის garaში არ გავთხოვდები, მეთქი არის ფერადი ბოლია. თუ ფერადი ბოლი არ იქნება და წარმოდგენა არ ქონდა რა იყო ფერადი ბოლი, ანუ რას ვითხოვდი რა. არ იცოდნენ? არა, ჩემო მეუღლემ არ იცოდა რას ვითხოვდი ფერადი ბოლი რა იყო და იქ იცოდნენ. და ანუ ეს ფერადი ბოლი იყო, ესე მოკლედ არ ვიცი, ვიზა შევჯექი უკუმა ამ ფერადი ბოლის გამო, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო და თან როგორც გითხარი ჩვენ 2 კვირით ადრე დავიწყეთ ამის ორგანიზება და ბოლო დღეს გამახსენდა ქორწილამდე 10 საათით ადრე რომ არ მყავდა ის ადამიანი, ვინც ამას გააკეთებდა და მოკლედ
და როგორ ორი მოაგვარენ ფერადი ბოლის ჩვენ ძალიან ფორს მაჟორი, აი ძალიან ფორს მაჟორი გქონდა, იმიტომ რომ ჩავედით ისე რომ მას კოსტუმი არ ქონდა იტალიაში რაც ხორცილის დღეს უნდა ჩაეცვა, ნუ მე კაბაზე გადავიძღვიე თავი და ისიც გადავიძღვიე რომ თაკო მექვაბიძეს რომ დაურეკე მის მენეჯერს ველაპარაკე, მე ვიყავი ძალიან მშვიდად ერთი თვით ადრე რომ რა უნდა კაბა შემიკერავენ და ტელეფონში რომ მითხრა რომ იცი რა არ ვიცი მოგისწრებ თუ არა მივხვდი რომ ბათუმში ჩავსულიყავი ეგრევე ან სხვა გამოსავალი არ მქონდა და ანუ მე დავიწყე ძალიან მოკლედ ბოლოში და მე ორ კვირაში გავაკეთე ყველაფერი ისე რომ ჩავედით ქორწილამდე ორი თვე ბეჭდებიც არ მქონდა ბეჭდებს ვეძებდით ანუ იტალიაში ამიტომ სხვა წყვილებს არ ვურჩევ რომ იგივე გაიმეორა მაგრამ ჩვენ რაღაცა იმდენად მოკლედ დინამიური ცხოვრების რითმი გვაქვს და შეიძლება მოგზაურობდა რაღაცა ჩვენი სფეროები ძალიან დინამიურია და ძალიან აქტიურია რომ სხვანაირად ვერ გამოვიდა და როგორც გამოვიდა მაგით ძალიან გაყოფილი ვარ იმიტომ რომ ეგეც ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო ჩემთვის მისთვისაც გარყნებული ვარ დამბარი რაღაც გახსენდებათ ხოლმე რომ აი გახსოვს აი ეს რაღაც ბეჭდები რო არ ქონდა ბოლო ორ დღეში და გახსოვს რომ რაღაცა იმფერად ბოლოს რო ვეძებდით ესაცმელი რო არ ქონდა ორ დღით ადრე ბევრი რაღაცა არ მქონდა ორი დღით ადრე და ესე ეტაპობრივად გვახსენდებოდა მე რა არ მქონდა და ეს ჩეკლისტს ვაკეთებდით რომ აბა რა გამოგრჩა იმდენი ვიარეთ ანუ ორი დღის განმავლობაში მანქანა მქონდა ქირავი და ფაქტობრივად ანუ მთელი იტალია წრედა ვარ დღით ანუ 300-400 კილომეტრს გავდიოდი დღეში რომ ერთი მაღაზიიდან მეორე მაღაზიაში მივსულიყავი და მოგვესწრო და დაგვეორგანიზებინა ყველაფერი და თან აი ბოლო დღეებში უფრო შემოგვაწვა ეს ამბავი რომ სტუმრების მიმართ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გქონდა ლოგიკურია და გვინდოდა რომ ყველა ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ყოფილიყო და რაღაცა ყველასთვის მოწონი ყოფილიყო ეს ყველაფერი თავიდან კი ვამბობდით იმას რომ თავარია ჩვენ მოგწონდეს რაში გადარდებს ახლა სტუმრებს მოეწონება თუ არა მაგრამ ბოლოს მივხვდით რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ყოფილა რომ აი სტუმრებსაც რო გინდა რომ ძალიან მოეწონოს და მათი მოლოდინებიც რო გინდა რომ გაამართლო ეგ ცალკე სტრესია ხოლმე რა ხო და ბოლოში ძალიან მოგვაწვა ეს სტრესი ჩვენც, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგით იმდენ მაყოფილები ვართ, რომ ღირდა. მაგარია. მართლა. შეგძალიგებთ destination-ს. მე ჩამოყალიბდები საბერძნეთი, მინდა ჩემი რაღაცა სენტიმენტების გამო თუ იტალიაში რო წავალ მე საერთოდ გადავიფიქრებ და იქ და მე გადაწყვიტე. აუცილებლად. უღრმესი მადლობა, მართლა ძალიან დიდი მადლობა ესეთი ამომწურავი და საინტერესო პასუხებისთვის და გამოცდილებისთვის და ესეთ რაღაცნაირი აი მხიარული საუბრისთვის. მეც იმდენი რაღაც გავიგე და იმდენი საჭირო და საინტერესო ინფორმაცია მივიღე, რადგან რაღაცებთან დაკავშირებით წარმოდგენა საერთოდ არ მქონდა და მაგისთვის თალკე პირადად მადლობა და თვითონ აი ამ პროექტისთვის და დარწმუნებული ვარ, ვინც უყურებს, ძალიან ფასაული ინფორმაციაა და დიდი მადლობა. მადლობა შენ პირიქით და გამიხარდა შენთან საუბარი. წარმატებას გისურვებ, იმედი მაქვს რომ ძალიან ბევრი მაყურებელი გეყოლება და რაღაცა ფორმატებს შეიცვლი და მე სხვადასხვა ლოკაციებიდან უკვე destination-ებიდან ჩაერთვები ხოლმე შენს მაყურებელს. მე ძალიან მინდა აი ამ წელს vision board-ში მაქვს destination wedding-ის გადაღება და ნახოთ. ეგ backstage ძალიან საინტერესოა ზოგადად ჩვენ ვფიქრობდით მაგაზე რომ ეგ არის ძალიან კაი იდეა რომ ეგეთი რაღაცები გააკეთო რომ რეალურად ადამიანებს დაანახო ის გამოწვევები რა გამოწვევების წინაშე დგები როცა რაღაცა ამხელა წოულებას გეგმავ ეს მარტივად რო ვთქვათ კი, აი სავიქ რომ მივუბრუნდეთ რაღაცა პატარა ბოლო ჩანართივით განცად და ბაჩოს ქორწილს, იმიტომ მოყვა მაგ ხალა გამოხმაურება, რომ ძალიან ბევრი background, კადრი, ფოტო, ვიდეო და ამბავი იყო და არ იყო მხოლოდ ერთი რაღაც ბოლო ვიდეო კლიპი და ამანაც გამოიწვია ეს მთელი ფურორი, ესე რომ შეიძლება დავარქვათ. ძალიან ბევრი და ეს რაღაცა შინაურული კადრები, რამაც სადაც იგრძნობოდა ნამდვილად ეს ემოცია, რომელიც და რაღაცა სულიკენ სიყვარულიც რომელიც ტრიალებდა ამ ქორწილში და ყველასთვის მოკლედ შთამბეჭდავი იყო ნამდვილად და ემოციური. მადლობა უდიდესი და აბა დროებით.